ეს ბუზე დაწერეთ ეს. სიხშირით უნდა მომდეს აღსარებოდეს და ეზიარებოდეს ადამიანი. მე ვთვლი რომ ეს ინდივიდუალურია, სწორია რომ ინდივიდუალურია. უნდა განისაზღვროს ზოგი მოძღვარი კი მრევლს ძალიან ხშირად აზიარებს ან პირიქით იშვიათად. ეს ხშირად მე მეხება, ალბათ იშვიათად ვიღაცა სხვას. რამდენად აუცილებელია იყოს თანამედრო, აი მე თუ წაიკითხავთ და მიკარნახებთ მადლობას გეთქვით. რაც შეეხება ზიარებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. გეთანხმებით. დამოკიდებული ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე და როცა მე ვამბობ, რომ ხშირი ზიარება კარგი ამეთი, იმას კი არ გულისხმობ, რომ შენ ახლა ღმერთი არ გინა და გინა თუ არა, მაინც ეზიარებთ. როცა მე გეუბნებით ხშირ ზიარებასთან დაკავშირებით, მე სხვა რამეს გულისხმობ. მინდა მიაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომ ხშირად კი არა, სულ ღმერთი გინდოდეთ. არ გინდათ ესა? ანუ გესმით რას ვამბობ? მე ვიცი, ჩემი თავიდან გამომდინარე და თქვენიდან გამომდინარე, სულ ღმერთი არ გინდა. იშვიათად გინდათ ღმერთი. წელიწადში რამდენჯერმე გინდათ ღმერთი და მაშინ ეზიარებით. და მე გეუბნებით, ეს არ ვარგა, ღმერთი სულ უნდა გინდოდეთ. არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე. რატომ ადამიანი იკითხავს? იმიტომ რომ გარდაიცვლები. მე გაქვს ორი მდგომარეობა, ან სულ ღმერთთან იქნები, ან სულ ღმერთის გარეშე. სხვა მდგომარეობა არ არსებობს. და თუ ცხოვრება გვინდა, ხომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სულ ღმერთი გვინდოდეს, ხოლო როცა ადამიანს სულ ღმერთი უნდა, მას სულ ყოველდღე ზიარება უნდა. მიხდით? თორე ეგრე ადამიანი როცა გინდა მაშინ, აბა როცა გინდა მარტო მაშინ ილოცი. ეს იცით როგორი პერიოდები გახდება და ბოლოს ათეისტი გახდება. და მასადრა ის იძულება, როცა ჩვენ ვამბობთ, ეხლა უფლის სიტყვებს, სასופველიც ისა იძულებს. სადრა არის? სადრა საკუთარ თავზე იძულება. აქედან გამომდინარე წაიკითხება გარჩი მინდორობა აღსარებისა და ზიარების თანმიმდევრობა ეს თანმიმდევრობა უფრო რუსული ტრადიციაა. შეიძლება ამაში ცუდი არაფერიც არ იყოს, მაგრამ რაღაც მომენტში ცუდიც არის. მაგრამ ნებისმიერ ტრადიციას თავის პლუს მინუსი აქვს. არსებობს დღესდღეობით რუსული ტრადიცია, როცა დღეს თუ ეზიარე, ესე იგი რამდენიმე საათის წინ აღსარება უნდა თქვა, ნუ გუშინ მაინც და იმის შეკითხვა აღარ შეიძლება. მაგრამ აი თუ ხვალე ვეზიარები, მეგონი დღეს კიდე უნდა თქვა, ხო ახსნა თუ როგორ არის აი ესე რა, საათები წყვეტავს. ეს არის ერთი უკიდურესობა. მეორე უკიდურესობა, რაც საბერძნეთში გამიგია რო არის, ადამიანი შეიძლება აღსარება თქვა წელიწადში ერთხელ და შეიძლება როცა უნდა მაშინ ეზიაროს. ეს მეორე უკიდურესობა. ჩემი აზრით, ეს ჩემი არც ერთია სწორი, არც მეორე. არც ის არ არის სწორი, რომ ხისტად მივაბად რომ აღსარება წინ აუცილებლად ზიარების წინ აუცილებლად აღსარება და აღსარებას აუცილებლად ზიარება უნდა მისდევდეს. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი საიდუმლოებები და ორივე საკურნებელია სულისა და ხორცისა. უბრალოდ საჭიროა მეტნაკლებად მოწესრიგება ყოველივესი და ეს მოწესრიგება თითოეული მოძღვრის და მისი სულიერი შვილის სწორ სულიერ ცხოვრებაზე და საერთოდ სულიერი ცხოვრება. ლოცვა პირველ რიგში, აქედან გამომდინარე აღსარებაცა და აღსარება ხო ლოცვის ფორმაა, თუ ღმერთზე საუბრები. და ასევე ზიარებაც, რომელიც ლოცვის შეიძლება ვთქვას უმაღლესი ფორმაა. ეს ყველაფერი ლოცვაა და ლოცვა კიდევ ეს არის დაუსრულებელი შემოქმედება. დაუსრულებელი შემოქმედება. ამიტომ ხისტი ჩარჩოები ჩემთვის მიუღებელია. მაგრამ უკიდურესობების მიუღებელი უნდა იყოს.